მოგესალმებით. ახლა ვიმყოფებით ჰააგაში, მაურიცჰეისის მუზეუმში და თქვენ წინაშე წარმოდგენილი არის ვერმეერის ნამუშევარი. ამ ნამუშევრის სახელწოდება არის დელფტის ხედი. მე-17 საუკუნეში მოღვაწე ჰოლანდიელმა ფერმწერმა იან ვერმეერმა, იგივე ვერმეერ დელფტელმა, ეს ნამუშევარი 1661 წლებში შექმნა. ხედავთ, რომ ვერმეერი გამოსახავს მისთვის საყვარელ ქალაქს, ეს არის დელფტი, სადაც გაიზარდა და ცხოვრების ამით დიდი ნაწილი გაატარა. სურათზე ვერმეერმა მშობლიური ქალაქი დელფტი გამოსახა. ეს ქალაქი ნიდერლანდებში, სამხრეთ ჰოლანდიის პროვინციაში მდებარეობს. ქალაქს ეს სახელი აქ არსებული არხების გამო უწოდეს. დელფ ნიდერლანდურ ენაზე ხელოვნურად გათხრილ არხს ნიშნავს. არის გამოსახული შენობები, რომლებიც იმ ხანად არსებობდა დელფტში, როგორც ცნობილია, გარკვეული დეტალები მხატვრობა შეცვალა. დაახლოებით იმავე პერიოდში მოღვაწე ხელოვანების მიერ შექმნილი ნამუშევრების, მათ შორის გრავიურების შესწავლამ ცხადყო, რომ ვერმეერმა ნამუშევრის შესაქმნელად დელფტის ხედში გარკვეული დეტალები შეცვალა. ასე მაგალითად, აქ გამოსახულ შენობათა უმეტესობა უფრო ვიწრო და მაღალი იყო, ვიდრე ეს ვერმეერის მიერ შექმნილ სურათზეა ნაჩვენები. ახლა კი დავაკვირდეთ, როგორი იყო ვერმეერ დელფტელის მიერ სამხრეთ აღმოსავლეთიდან დანახული ქალაქი. სასურათე სიბრტყის მარჯვენა ნაწილში ვხედავთ აგურით ნაგებ, ეგრეთ წოდებულ როტერდამის კარიბჭეს. მის წინ კი მეთევზეთა ორი ხომალდია გამოსახული. სურათზე გამოსახულ მეორე კარიბჭეს სხიდამის კარიბჭის სახელწოდებით ვიცნობთ. ვხედავთ არსენალის შენობას და ორ ტაძარს. აქვე უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ჩამოთვლილთაგან დღესდღეობით მხოლოდ არსენალის შენობა შემორჩა. სურათზე გამოსახული ორივე ტაძარი მოგვიანებით გადააკეთეს. მათგან ერთ-ერთის შემთხვევაში ცნობილია აღდგენითი სამუშაოების ჩატარების ზუსტი თარიღიც 1872 წელი. სურათზე ვხედავთ ადამიანებს, რომლებიც მდინარე სხის სანაპიროზე ბარჟას ელოდებიან. ნამუშევრის ტექნიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ვერმეერმა ამ სურათის შექმნისას კალციტი, ტყვის თეთრა, ყვითელი ჟანგმიძა და ულტრამარინი გამოიყენა. სურათი ვერმეერის მიერაა ხელმოწერილი და ამჟამად ის ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიცჰეისის მუზეუმშია დაცული.